Excel-ში ჩვენ ვიცით ყველამ რომ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები, მაგრამ კომენტარში ტექსტის გარდა შეიძლება იყოს სურათი, იმისთვის რომ რაღაც ინფორმაციული იყოს თვითონ კომენტარი. იმისთვის რომ ჩავსვათ სურათი კომენტარი, ჯერ რა თქმა უნდა გქონდეს კომენტარი. ამას ვაკეთებთ, ერთ-ერთი გზა არის ამის გაკეთების, მარჯვენა ღიობი სასურველ უჯრაზე დაარჩევა insert comment-ის. აქ არსებული ტექსტი სასურველად წაიშალოს, თუ ჩვენ უკვე ვიცით რა უნდა იყოს სურათი, იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ, სურათი ტექსტზე იქნება უმეტეს შემთხვევაში უხერხვალ გამოჩნდება და უნდა ვიცოდეთ, რომ იმისთვის რომ ჩავსვათ სურათი, ჩვენ უნდა დავარჯევოთ აი ამ ჩარჩოს მარჯვენა ღიობი და ავირჩიოთ format comment-ი. და ესეთი მრავალფეროვანი იქნება ჩვენი არჩევანი. გაითვალისწინოთ, თუ თქვენ შემთხვევით დააჭირეთ შიგნით და ჩარჩოზე, დაიჭირეთ format comment-ი, თქვენ გექნებათ მხოლოდ ესეთი არჩევანი, ფონტი და ვერ შეძლებთ აქედან სურათის ჩასმას. ამიტომაც ყურადღებით ვაჭერთ ჩარჩოს, მარჯვენა ღიობს და ვირჩევთ format comments. აქედან ვირჩევთ color and lines, colors ვშლით და ვირჩევთ fill effects და უკვე აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ სურათი, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ ინტერნეტიდან, შეგვიძლია ავირჩიოთ კომპიუტერიდან. აქ შეიძლება საძიებო ველში რაღაც ჩავწეროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიოთ ჩვენი კომპიუტერიდან, ჩვენ გვაქვს მელის სურათი და ჩავსვათ კომენტარის სახით. და გვექნება, ასე ვთქვათ, კომენტარის სახით სურათი, რომელსაც არის ასახული გარკვეული ობიექტი. მადლობა ყურადღებისთვის.